ჩხაიძე ბათუმიდან, ათენის ვებსტერის საერთაშორისო ურთიერთობების და გლობალური პოლიტიკის მოსწავლე და ვსწავლობ საქართველოსთვის. დავიბადე ქალაქ ბათუმში, ვსწავლობდი ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ქართულ-ამერიკული სკოლა დაამთავრე 2022 წელს და დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი და მეისწავლა საზღვარგარეთ და მიიღო გამოცდილება, უფრო განსხვავებული გამოცდილება. გავაგზავნე საფუთები სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ არჩევანი შევაჩერე იტალიაზე. სექტემბერში 2022 წელს გადავედი იტალიაში, საკმაოდ პატარა ვიყავი, 17 წლის. და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრებაზე შეჩვევა ოჯახისგან და მეგობრებისგან მარტო სულიად ახალ გარემოში ვეგუებოდი და ვსწავლობდი ახალ კულტურას, ახალ ენას, რაც ჩემთვის დადებითად აისახა. უნივერსიტეტის სახელი იყო The American University of Rome, სადაც მოხვდი 50%-იანი გრანტით. ამ 50%-იან გრანტს მიფინანსებდა გაერო. ჩემი ფაკულტეტი იყო საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა. გადავწყვიტე, რომ უფრო და უფრო მეტი გამოცდილება დამეგროვებინა. საქართველოში ჩამოსვლის ნაცვლად ჩამოვედი საბერძნეთში, study abroad-ის პროგრამაზე. ისე ფაკულტეტი იყო საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პოლიტიკა. ბათუმი ძალიან მენადრება, ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახის წევრები და ხშირად ჩამოვდივარ ბათუმში. შეიძლება პერსონალი ყავა. ჩვენელი აჭარული ხაჭაპური აქვთ, ეძახიან პანირს და ზოგჯერ ამბობენ, რომ ქართველები ვბადავთ ხაჭაპურში, მაგრამ სრულად გამოირჩევა ჩვენი აჭარული ხაჭაპური და მაგათი პანირი და ბერძნები ზოგადად გამოირჩევიან ზღვის პროდუქტებით. და ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელი საბერძნეთში არის ბერძნული სალატი. რაც შეეხება study abroad-ის პროგრამას, ეს თვითონ უნივერსიტეტი გთავაზობს study abroad-ის პროგრამას, რაც ნიშნავს, რომ ისწავლე საზღვარგარეთ. ჩემს უნივერსიტეტს ჰქონდა სხვადასხვა study abroad-ის პროგრამა, როგორც იყო სტამბულში, კოჩის უნივერსიტეტში, ამერიკაში, სხვადასხვა შტატებში. თუ GPA გაქვს მაღალი, თვითონ უნივერსიტეტი გიფინანსებს ამ study abroad-ის 6 თვიან პროგრამას. თავიანთი ხარჯებით ისინი გაძლევენ ხარჯს 4000 ევროს თვეში რომ გამოიყენოთ. ჩემ study abroad-ს ვადა გავუვიდა და 6 თვის შემდეგ შენ თუ დარჩები ამ უნივერსიტეტში, რომელიმე უნივერსიტეტს რო აირჩევ, შენი ფინანსური ხარჯებით უნდა გადაიხადო ყველაფერი. მაქვს GPA საკმაოდ მაღალი და ჩემს 20%-ს აფინანსებს ამერიკის უნივერსიტეტი. ისე შევეგუე აქაურობას, კულტურას, ენას, ხალხს და ყველაფერს, რომ გადავწყვიტე საბერძნეთში დავრჩენილიყავი. უკვე მეორე წელია რაც საბერძნეთში ვსწავლობ, ვებსტერის უნივერსიტეტში. შეიძლება მეზობელს ვერ დაურეკო, მაგრამ მყავს ბერძენი ოჯახის ახლობლები, რომლებსაც რაიმე რო დამჭირდება, ყოველთვის მათ უკავშირდები. ჩემი ძმის ნათლია ცხოვრობს აქ საბერძნეთში, ბერძენია. ძალიან თბილი ურთიერთობით არ გამოირჩევიან ბერძენი ან სხვა ევროპელი მეზობლები. მაგრამ მყავს რამოდენიმე მეზობელი, რომელთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ასევე ქვევით პირველ სართულზე არის ყავის მაღაზია. ეს ქალბატონი არის ჩემი მეზობელი და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ჩემი ადგილი, მე ვიმყოფები ხა ცენტრში. არ გამოირჩევა სილამაზით. ამ ბინებს ჩვენ როგორც საქართველოში ვუწევდებთ, ესეთ ბინებს არის ტრუშოკები. მაგრამ ათენში ეს ბინები, რომლებიც არის ცენტრში აშენებული, ყველა არის UNESCO-ს დაცვის ქვეშ. და 5 ან 6 მეტი სართულის დაშენება ან აშენება აღარ შეუძლიათ.
და ისინი ინარჩუნებენ თავიანთ მემკვიდრეობას. თუ გახვალთ ათენის გარეთ, ნახავთ მაღალსართულიან ბინებს, მაგრამ ათენის ცენტრში მაღალ 6 სართულზე მეც ვერ ნახავთ ვერანაირად. ყვავილების მოვა ძალიან მიყვარს, ეს არის კაქტუსი. მეორე არის ბედნიერების დღე, იყო დრო, როცა ერთი კვირით ვიყავი საქართველოში სასული და სახლი დავტოვე მარტო. და ეს ყვავილი დამჭყარი, მაგრამ საკუთარი ძალის ხვევით და მოვლით ეს ყვავილი ისე გავაცოცხლე. ჩემი ჰობი არის უცხოენების სწავლა. იტალიაში ყოფნის დროს ვისწავლე იტალიური. საბერძნეთში ყოფნის დროს და საბერძნეთში ვსწავლობ ბერძნულს. ეხლა ახალი ენის შესწავლას ვაპირებ, რაც არის არაბული. ასევე ათენში ყოფნის დროს შევიძინე ჩემთვის საინტერესო ჰობი ხატვა, რომელიც მეხმარება განტვირთვაში და საკუთარი მე სამოცნობაში. და ისინი ჩემი დაქალები არიან, ეს ჩემი მამა, ჩემი მე, ეს ბიძა ჩემი, ეს ბაბუა ჩემი, ბებია ჩემი, ეს დედა ჩემი და ბიძა ჩემი და ეს პატარა მე. და სულ რო ვუყურებ, მახსენდება ძველი დროები. მარკეტები და მაღაზიები ძალიან იაფია. 40 ევროთ, 50 ევროთ შეგიძლია ადგე და იყიდო 2 კვირის მარაგი და პროდუქტი. მაგალითად, ჩემთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკი რომ აქვს. ეხლა ახლახანს მესამე კურსზე ვიყავი და გადატვირთული გრაფიკი მქონდა. აქედან გამომდინარე, სახლში იშვიათად ვაკეთებდი საჭმელს და ვიკვებებოდი გარეთ, არ მეხარჯებოდა ძვირი, დილით, საუზმე, ლანჩი ან დინერი რო ჭამო, მაქსიმუმ 15 евро დაგეხარჯოს. კითხულობ ეზოა? ესე მარტივად ვერა, იმიტომ რომ ზოგადად როგორი ძნელია ბერძნულის წარითვა. ამიტომ ვარჩევ, რომ წავიკითხო ინგლისური წიგნები. აქ ეხლა ძველ უფრო ისტორიული წიგნებია. და საკმაოდ დაბალ ფასში არის 1 ევროებს. ათენში ცხოვრება არის საკმაოდ კომფორტული და საკმაოდ შეღავათიანი თუ შევადარებთ საქართველოსა და იტალიას. რადგან ეს ათენში ცხოვრება არის სტუდენტებთან მორგებული, მე როგორც მოსწავლე და სტუდენტი უნივერსიტეტში გადასაადგილებლად ვიყენებ ან ველოსიპედს, ან დავდივარ ფეხით, რადგან უნივერსიტეტი ჩემი სახლიდან არის 10-15 წუთში, მაგრამ ჩემი კურსელები და სტუდენტები იყენებენ მეტროს, ავტობუსს, რომელიც არის ძალიან შეღავათიანი. და როცა შენ გინდა მაგალითად ერთთვიანი აბონემენტის აღება, იხდი 2 ევროს და ასევე მოვიყვან განსხვავებას იტალიაში. იტალიაში უნივერსიტეტთან ცოტა მოშორებით ვცხოვრობდი და როცა ვყიდულობდი მეტროს ერთთვიან აბონემენტს, ვიხდიდი 15 ევროს. ამიტომ ათენში ცხოვრება ძალიან მარტივია. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, აქ არ არის მარტივი, რადგან როცა შენ გინდა, რაც არ უნდა სტუდენტი იყო და გინდოდეს მუშაობის დაწყება,
უნდა გქონდეს საცხოვრებელი უფლების კარტა, რომელიც გაძლევს უფლებას, რომ დარჩე ათენში 6 თვით ან 1 წლით და ასევე იმის უფლებას გაძლევს, რომ აქ იმუშაო და არჩინო საკუთარი თავი, მაგრამ უნივერსიტეტისა და ჩემი პროფესორების დახმარებით ეხლა ვიწყებ 3 თვიან სტაჟირებას საქართველოს საელჩოში. ჩემი რუტინა ზოგადად ძალიან არეულია, რადგან გრაფიკიც არეული მაქვს უნივერსიტეტში, ხან დილით მაქვს ლექციები, ხან შუა დღეზე. ვდგები დილით 9 საათზე, 10 საათზე, ვემზადები რომ წავიდე უნივერსიტეტში, სანამ წავალ უნივერსიტეტში ვსვამ ყავას და ვჭამ საუზმეს. შემდეგ მივდივარ უნივერსიტეტში, ვესწრები 4 საათიან ლექციებს და ამ 4 საათიანი ლექციების შემდეგ მაქვს 5 საათიანი შუალედი. ლექციების შემდეგ თავისუფალ დროს მივდივარ ბიბლიოთეკაში და ვუთმობ დროს სწავლას. თავისუფალ დროს ასევე მე და ჩემი კურსელები მოგზაურობ ძალიან ბევრს. დავდივართ საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულებზე, ასევე საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში. თავისუფალ დროს გვიყვარს ღამის ათენი, არის ძალიან საინტერესო. მით უმეტეს მეგობრებთან ერთად, არც აშიში არ არის არაფერი. თავს დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ აქაურ გარემოში. How are you doing? I'm well. Everything's good with you? Yeah, thank you so much. Good to see you. Okay, excellent. Very nice. Good to see you, sweetheart. Okay, so I'll be waiting for you to Yes, join yes, us. yes. eh? I'll come. Yes, Okay, yes. when you can, yes. That would be great. Hi. Summer, hi. Good, how are you? How are you? Good, how are you? Doing well. Hi, you're ready? We have a class now. Yes, I'm ready. And I know Georgian, so that's why we can speak also in Georgian. Yes. დაიბადე იმაში ბათუმში არა? კი. არაჩვეულებრივ ლამაზ ქალაქში, რომელიც მიყვარს ძალიან. ხო და მიხარია რომ ბათუმიდან ყავს ჩვენს სტუდენტები არა მარტო სტუდენტი, მაგრამ კარგი სტუდენტი და ეს არის ძალიან სასიამოვნო ამბავია. ბათუმში ვიყავი დიდი ხნის უკან. მქონდა ერთი კონფერენციას ვაკეთებდით და იყო ძალიან სასიამოვნო რომ მოვხდი ქალაქში, სადაც დავიბადე მეც. როგორც იცი შენ უკვე შენი სწავლიდან და ყველაფერი, ჯერ ყველაფერს რასაც აკეთებ იმ წუთშივე მიდის ამერიკაში. მე გარდა იმისა რომ არის სწავლა, გარდა იმისა მე მგონი ძალიან კარგი საინტერესო რამე არის, რომ შენ რო ხარ უნივერსიტეტში გაქვს საშუალება რომ მონაწილეობა მიიღო კონფერენციებში, მე გვაქვს არაჩვეულებრივი საინტერესო კურსი, რომელიც არის ელჩები, რომ მოდიან და გესაუბრებიან სულ ყველას და თქვენ ვალ შეგიძლიათ რომ გითხოთ ყველაფერი, რასაც თქვენ გჭირდებათ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტები იღებენ ამერიკულ დიპლომს, დიახ? დიახ. იღებენ ამერიკულ ხარისხს, იდე ბაკალავრიატის მაგისტრს. თბილისში
დავამთავრე, მაშინ იყო ილია ჭავჭავაძის ინსტიტუტი და მე მუშაობდი ძალიან დიდხანს სამეცნიერო აკადემიაში. სამეცნიერო აკადემიაში მუშაობდი, მაშინ დავიცავი, მაშინ იყო მოსკოვში. აკადემიის ხაზით იყო World Literature University. ხოდა ეს არის მსოფლიო ლიტერატურის უნივერსიტეტი, იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირში. იქიდან რო ისე მე წამოვედი ამერიკაში და დავიწყე მუშაობა ამერიკულ უნივერსიტეტში და მე ჩამოვედი საბერძნეთში რომ მუშაობ, ნელ-ნელა მოხვდი ამ პოზიციაში. მუშაობდი ინდიანაპოლის უნივერსიტეტში და ახლა მუშაობ ვებსტერში, რომელიც მიყვარს, რომელიც არის საინტერესო და შემიძლია რომ ჩემ ახალგაზრდებს მეგობრებს როგორც ვიძახი მე ჩემ სტუდენტებს ვასწავლოთ ბევრი რაღაცა, რაც არის საჭირო მაგათთვის ცხოვრებაში, არა მარტო საგნები, მაგრამ შიგნით უნდა იყოს რაღაცა, რაცაც არის ადამიანთან დაკავშირებული, რომ იყოს მზად ყველაფრისთვის ცხოვრებაში. ეს არის ჩემი პატარა ბიოგრაფია. ბოდიში ახლა უნდა დავტოვოთ, მადლობა ყველაფრისთვის. ლექცია მეწყება 15 წუთში და შევხვდებით ლექციაზე ერთმანეთს. კი ბატონო. საბერძნეთში ჩემი განაცხადებელი იყო. მეთქი უნდა წავით. და ეს ჩამოვედი აქ. ვეჩემი ისეთი მდგომარეობა იყო, რომ უკვე უნდა წამოსული ვიყავი სადღაც. და პერიოდიც იყო, როცა ყველა მიდიოდა, ბევრი ხალხი მიდიოდა. მეც ისარგებლე ამითი და წამოვედი აქ. ჩემი მეუღლებიც იყო ახლა იყო ბერძენი. ხო და ეს იმაში ამერიკაში რო ვიყავით ერთად ყველაფერი, მაგიც იყო პროფესორი უნივერსიტეტის. მაგრამ მე რო ჩამოვედი დავკარგე რასაკვირველი, მაგრამ გარდაიცვალა. ხო და მე ჩემით უკვე ვიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი. სამჯერ გავაკეთე დაწყება და გაგრძელება ჩემი კარიერის. არაფრისგან ყველაფერი. ესეთი იმპერია. I was just getting a group from Tuskegee University. I don't know. Hi, Melita. Hi, sorry. Very nice at the class. It's for you. Cemetery next to us. I thought it was a park. I did see Jean-Jacques Rousseau. What kind of the democracy? Why democracy? Philosophy Kings, kind of. He argues that it is in the police that humans fully develop their rationale and their moral capabilities. Aristotle also agrees that the goal of the state is to promote the good of life. მე ვარ ანა ასამბაძე, წელს დავასრულე ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა და ჩავაბარე საბერძნეთში, ათენში, ვებსტერის უნივერსიტეტში. ყველაზე მეტად რაც დამეხმარა იყო ის, რომ ჩავაბარე ეკალებენიძემ ჩამბარებინა კემბრიჯის FCE-ის გამოცდა. ასევე დავწერე ესე, რომელიც გამოვაგზავნე უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი მირჩია მელიტამ. მელიტა იყო ჩემი თანასწორელი და ასევე არის ჩემი ნათესავი. სულ მიყვებოდა როგორ მოწონდა აქაური უნივერსიტეტი, აქაური ლექტორები და მეც მინდოდა რომ გამომეცა და ეს ყველაფერი. როცა უკვე მომივიდა პასუხი უნივერსიტეტიდან რომ ჩავაბარე, გადავწყვიტე რომ ჩამოვსულიყავი რამოდენიმე დღით და მე ნახე თვითონ უნივერსიტეტი, ლექციებსაც დავსწრებოდი და უკვე დავესწარი ერთ ლექციას, რომელიც ძალიან მომეწონა და ძალიან საინტერესო იყო და
რავი, ერთი სული მაქვს, რომ ჩამოვიდე სექტემბრიდან და ოფიციალურად უკვე გავხდე ვებსტერის სტუდენტი. წესით ძალიან კაი მასწავლებელი არის სუზი და საინტერესო მოკვეთილები ექნება. ეს პრეზენტაციებს რამდენხანში ერთხელ გაძვეხასეთ? პრეზენტაციები არის ისეთი რაღაცა, რაც უნდა გააკეთო კვირაში ორჯერ, ჩვენ კვლევით დავალებებთან ერთად და კაზუსთან ერთად. და ის აძლევს მოსწავლეებს საშუალებას თუ რა დაწერე ჩვენ საკუთარ ფურცელში და ასევე გვაძლევს იმის საშუალებას რომ დავსვათ კითხვები და ჩამოვაყალიბოთ კომუნიკაცია. და კრედიტებს მაგაში გიწერს? დიახ, კრედიტებს გიწერს მაგაში. და 30% პრეზენტაციებში მიდის შენი კრედიტების. და ძალიან კაია ეგრე. ყველა მოსწავლე ვინც საბერძნეთში სწავლობს, ჩამოდის, აუცილებლად უნდა აიღოს ბერძნულის კურსი. და ნუ ზოგადად როცა საზღვარგარეთ ჩადიხარ, აუცილებლად უნდა აიღო იმ ენის კურსი, რომელსაც ქვეყანა იყენებს. რითაც გიგროვდება advisor-მა მითხრა, რომ ინგლისური არ არისო. ანუ თავარი. არის სწავლი არა, თუ გინდა ისწავლო, თუ გინდა არაო. პირველ კვირაში მითხარიო, რომელი გინდა გაკვეთილები და რომელი არა. ხო. აბა ჯერ ლექტორს დაელაპარაკე, რატო არ გინდაო და მე მოდიო ჩემთან. ეს ნახე რა. ესაა ძალიან. რომელი? I love them so მინდა. ყოველთვის ყველა იძახის რა კარგია რომ ვიყო თავისუფალი. თავისუფალი, უნდა იცოდე რა არის თავისუფლება შენთვის. უნდა იცოდე რა არის მთავარი შენთვის. ყველაზე მთავარია ჩემთვის ყოველთვის იყო რომ ვისწავლო და მაგრად ვიდგე ჩემ ფეხებზე ვიტყვიან არა. ხო და რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს ცხოვრებაში, იმიტომ ცოდნა თუ გააქვს, თუ სწავლობ, თუ გინდა მიაღწევ ყველაფერს. ისწავლეთ არა მარტო რომ იცოდეთ რაღაცა ინფორმაციულად, არა, როგორ უნდა ისწავლოთ ყველაფერი იმისთვის, როგორ გავუკეთოთ ანალიზი. აი ეს ანალიზს რო აკეთებ და როცა გაქვს კრიტიკული აზრი, ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ შენ შეგიძლია გაიგო რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ვამთავრებ უნივერსიტეტს ერთ წელში, ვაპირებ ან აქ გაგრძელებას, ან ლონდონში წასვლას და სწავლას. მინდა რომ ავიღო ერთწლიანი მაგისტრატურის კურსი, რაც მოიცავს საერთაშორისო საზღვაო სამართალს. და ჩემი დაგროვილი ცოდნა, მინდა რომ მოვახმარო საქართველოს და ამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი დაუკავშირდეს ევროკავშირს.